დღევანდელი დღის თემა. თქვა ღმერთმა, გამოიყვანოს წყალმა მცურავი ცხოველები, სულდგმულნი მიწის, ზემოთ კი, ზეცაში, ფრინველებმა იფრინოს. და იქმნა ასე. შექმნა ღმერთმა ვეშაპები და მცურავი ცხოველის ყველა სახეობა თავთავისი სახეობის მიხედვით და ყველა ფრთოსანი თავისი სახეობის მიხედვით. გუშინ დოღზე მოსიარულენი საკმარისად ვამხილეთ. დავანახეთ რა მავნედ მოქმედებს ეს მათზე, როგორ გააფანტვინებს მთელ სულიერ სიმდიდრეს, მარხვით რომ მოუგროვებიათ და უკიდურესი სიმდიდრიდან რანაირად აღმოჩნდებიან უკიდურეს სიღატაკეში. დღეს კი მკურნალობის უფრო მსუბუქ საშუალებას მივმართავთ და სულიერ ჭრილოებებს სხეულის წყლულების მსგავსად ვაშიშვლებთ. გუშინაც გაცილებით მწარე წამალი, იმათ კი არ მოგვიხმარია რომ დაგამწუხროთ და უფრო მეტად გატკინოთ, არამედ იმისთვის რომ ამ ძლიერი საშუალებით ჭრილობებს გაუმკლავდეთ. ექიმებიც ჩვეულებრივ ასე იქცევიან და მამებიც. პირველ რიგში უძლიერეს წამალს გამოიყენებენ და ჭრილობის გახსნისთანავე დამამშვიდებელს აძლევენ. მამებიც. როდესაც შვილების უწესო საქმეს ნახავენ, უმკაცრესად ამხელენ, მერე კი დარიგებას იწყებენ. სწორედ ამავე თანამიმდევრობით გუშინ ჯერ მკაცრად ვამხელდით, დღეს კი მშვიდად ვილაპარაკებთ და მათ საკუთარი სხეულის ნაწილებივით ვუმკურნალებთ. თქვენი სულიერი წარმატებები ჩვენც მეტი სითამამისკენ გვიბიძგებს. საკუთარ სულიერ სიმდიდრედ ვთვლით თქვენს სულიერ წინსვლას, სათნოებებით გაბწყინებას და საზიანოსაგან თავის შეკავებას. ხოლო როდესაც ვამჩნევთ, რომ ეშმაკეული სანახაობებით ხართ გატაცებულნი და მათკენ ილტვით, ჩვენ სულში როგორც იტყვიან ხოლმე მწუხარება და სირცხვილი იღვრება და ავსებს მას. ნეტარი პავლეს დარად ჩვენ მაშინ ვცოცხლობთ, როდესაც მტკიცედ ვდგავართ უფლისა მიერ. ასე რომ, როგორც სრულყოფილ და გონიერ არსებებს შეჰფერის, დავივიწყოთ ის, რაც უკან დარჩა და წინ წავიდეთ. განაახლეთ აღთქმა ქრისტეს რომ აღუთქვით. დაიცავით მომავალში, მტკიცედ დაიცავით ისინი. საღი განსჯით ყველა კარი ჩაურაზეთ ეშმაკის სასჯელს. გულმოდგინებით ჩამოიბანეთ ყოველგვარი უწმინდურობა დაუდევრობით რომ მოგწებებიათ. დაძლიეთ უადგილო და მავნე ჩვევა იმის გააზრებით, რომ ბოროტება მარტო ის კი არ არის, რომ იქ მოსიარულენი დოღზე საკუთარ თავს ვნებენ, არამედ ის, რომ სხვებსაც დიდად აცდუნებენ. მართლაც, როდესაც იუდეველები და წარმართები დაინახავენ, რომ ყოველდღიურად ტაძარში მოსიარულე და სწავლების ყურისმგდებელი ხალხი უეცრად იქ გამოჩნდება და მათთან ერთად იცინის, განა ჩვენ სწავლება სიცრუედ არ ჩათვლიან და ამგვარივე აზრს არ შეიქმნიან ყველაფერი იმაზე, რაც აქ გვაქვს. ხომ იცით ნეტარმა პავლემ ქუხარ ეხმით რომ გაგვაფრთხილა და დაგმოძღვრა. ნუ აფრკოლებთო? და რომ არ იფიქრო, თითქოს ეს ქადაგება მხოლოდ ჩვენიანებს ერთ თემად მცხოვრებ ხალხს გულისხმობს, იმასაც ამბობს, რომ არცურიებსა და წარმართებს უნდა ვაბრკოლებდეთ. და მხოლოდ ამის შემდეგ დაურთავს, რომ ეს შეეხება ასევე ეკლესიათა ღმრთისათა. ისე არაფერი ვნებს ჩვენ სარწმუნოებას, როგორც მორწმუნეთაგან ურწმუნოების ცდუნება. როდესაც ხედავენ, რომ ჩვენ შორის ზოგი სათნოებებით გაბრწყინებულა და ამ სოფლიურს არ ადაგდებს, ერთი მწარდებიან, მეორეებს კი ხშირად აოცებთ და უკვირთ, რომ მათივე ბუნების მქონე ადამიანები არ ცხოვრობენ მათსავით. და პირიქით, როგორც კი რომელიმე ჩვენთაგანს თუნდაც მცირედ დაუდევრობას შენიშნავენ, განურჩევლად ყველას მწარე ენით ვკილავენ და ერთის დაუდევრობა მთელი ქრისტიანი ხალხის წინაშე თანაბრად ამხედრებთ. თუმცა, არც ეს აკმაყოფილებთ და თავისივე თავის დასაღუპად, მონათა დაუდევრობის გამო, გმობენ ყოველთა მეუფეს და სხვათა უზრუნველობას საკუთარი ცდომილების გადასაფარად იყენებენ. და ეს რომ დიდი საფრთხეა მათთვის, ვინც ღვთის გმობის მიზეზს იძლევა, წინასწარმეტყველი ამბობს და მას უსმინე. იგი ღვთის სახელით ლაპარაკობს. თქვენს გამო წარმართა შორის იგმობა ჩემი სახელი. საშინელი შემაწწუნებელი სიტყვებია. ეს იმ ხალხზე მოტირალი ადამიანის ვაებაა, ვისაც გარდაუვალი სასჯელი ელის. მაგრამ როგორც თავიანთი დაუდევარი ცხოვრებით ურწმუნოთათვის ღვთის გმობის საბაბის მიმცემს ხალხს ელის უეჭველი დასჯა, ასევე პირიქით, სათნოებებზე მზრუნველს მielis აურაცხელი გვირგვინი. სწორედ ამის ჩასაგონებლად თქვა ქრისტემ, ეგრეთ ბწყინებდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რაითა იხილონ საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა. ისევე როგორც ზოგიერთი ქრისტიანის უპასუხისგებლობით თუნებული ურწმუნო დაძრავს ენას ჩვენი უფლის წინააღმდეგ, ასევე თქვენი სათნოებებით მცხოვრებთა მაცქერალი ადამიანები ამბობს ქრისტემ, ხოლო თქვენს ქებას არ დასჯერდებიან და რა კი ნახავენ, როგორ ბწყინავს თქვენი საქმეები და როგორ აცისკროვნებს თქვენს სახეებს თქვენი ზეციური მამის განსადიდებლად განეწყობიან. და იმის გარდა რომ ეს ყოველივე მათ თავს მოხდება, გაიზრდება ჩვენი ჯილდოც. ღვთის დიდება მათგან აურაცხელ სიკეთეს ჩვენ მოგვანიჭებს. ჩემს მადიდებლებს ვადიდებ და ჩემი შეურაცხყოფილნი იქნებიან. ამგვარად, საყვარელნო, ყოველივე ისე ვაკეთოთ, რომ განვადიდოთ უფალი ჩვენი და სასტურისათვის მიზეს ნურავის მივცემთ. ამას გვასწავლის გამუდმებით სამყაროს მასწავლებელი ნეტარი პავლე. ერთ ადგილას იგი ამბობს, უკვე თუ საჭმელი დააბრკოლებდეს ძმასა ჩემსა, არა ვჭამო ხორცი უკუნისამდე. სხვაგან კი, რა ისწოდვიდეთ ძმათა მიმართ და გუემდეთ გონებასა მათსა უძლურსა, ქრისტეს მიმართ სწოდავთ. კაცრი, მძიმე სასჯელის მომასწავებელია ეს მუქარა. არ იფიქრო, ამბობს იგი, რომ ცოდვა მხოლოდ იმას ეხება, ვისაც აცდუნებთ. არა, ის ეხება თავად კაცთა მოდგმისთვის ჯვარცმულ ქრისტეს.
თუ კი შენმა უფალმა მისთვის ჯვარცმა არ უარყო, განა შენ კი არ უნდა გააკეთო ყველაფერი, რომ მას რამენაირად ცდუნების მიზეზად არ ეკცე? ყველგან სადაც არ უნდა ნახო, იგი ამას ჩააგონებს თავის მოწაფეებს, რადგანაც ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ცხოვრების კეთილდღეობა. სწორედ ამიტომაც სხვა ეპისტოლეში ამბობს: ნუ თავისათვის ისასა, ხოლო კაცად-კაცადი თქვენი ეძიებნა, არამედ მოყუსისაცა თვითოეული თქვენი. და ასევე, ყოველივე ჯერ არ სჩემდა, არამედ არა ყოველი აღმაშენებელ არს. ხედავ სიბზნეს მოციქულისას? მართალია ამბობს იგი შემიძლია გავაკეთო რაღაც, რაც თავისთავად არას მავნებს, მაგრამ ამას არ ვიზამ იმის გამო, რომ ეს მოყვასის დასამოწმად არ გამოდგება. აი მოყვარული სული, აი როგორ ზრუნვას იგი არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ყოველივეში უდიდეს სათნოებას ამჟღავნებს და მოყვასის სწავლებაზე ზრუნავს. რა კიღა ეს ყოველივე ვიცით, გებედრებით, გავფრთხილდით და თავი შეიკავეთ ყველაფრისგან, რაც თქვენ სათნოებებს ავნებს. და ნურც იმას ჩავიდენთ ნურას დროს, რამაც შეიძლება დააზიანოს მოყვასი. ეს ცოდვას განავრცობს და უფრო მძიმე სასჯელს გაგვიმზადებს. ყველაზე უმნიშვნელო ადამიანსაც კი ნუ მოვეპყრობით გაუფრთხილებლად და ნუ ვიტყვით სასტიკ სიტყვებს. რა ჩემი საქმეა? ის თუ ცდუნდა. რას ამბობ მითხარ? რა შენი საქმეა? შენ ქრისტე გავალებს ისე წმინდად იცხოვრო, რომ შემხედვარეებს მარტო შენი ცქერა კი არ აოცებდეთ, არამედ შენს ღმერთსაც ადიდებდნენ. შენ კი საპირისპიროს აკეთებ. აიძულებ, რომ დიდების ნაცვლად აძაგებდნენ მას და ეს ოდნავადაც არ გაშფოთებს? განა ეს ღვთისმოსავი და საღვთოს ჯულის სწორად მცოდნე სულის ნიშნად ჩაითვლება? მაგრამ თუ კი ვინმე ჩვეულების გამო განურჩევლად ასე ლაპარაკობდა, ახლა მაინც რაც ჩვენი დარიგება მოისმინა უარყოს ეს შეუსაბამო სიტყვები და შეეცადოს, ყოველივე ისე აკეთოს, რომ არ განისაჯოს იმ მიურულებელი თვალისაგან, რომ არც საკუთარი სინდიცი ქენჯნიდეს და რომ არც მისი შემხედვარენი აძაგებდნენ მის გამო ღმერთს. თუ ჩვენ საკუთარ ქმედებებს ასეთი სიფრთხილით მიუდგებით, მაშინ უფლისაგანაც უდიდეს წყალობას მივიღებთ და ეშმაკის სასჯელსაც გავერიდებით, როდესაც ეშმაკი დაინახავს, რომ ჩვენ ასე ვფხიზლობთ და ეფრთხილობთ. მაშინ, რაკიღა თავისი თავდასხმების უშედეგობა ეცოდინება, შერცხვენილი გაგვეცლება, მაგრამ დასაწყისისთვის ეს ვიკმაროთ. ახლა კი თქვენი სიყვარულით განვაგრძობთ წერილის კითხვას, სულიერად მასპინძლობთ და თვალს მივადევნებთ, თუ რისი სწავლება სურს დღეს ჩვენთვის ნეტარ მოსეს. ან და უკეთრო ვთქვათ სულიწმიდას მისი ბაგეებით? რას ამბობს იგი? თქვა ღმერთმა: გამოიყვანოს წყალმა მცურავი ცხოვლების სულდგმულნი, მიწის ზემოთ კი ზეცაში ფრინველებმა იფრინოს. და იქმნა ასე, ნახე ღმერთის გაცთმოყვარება, ყველა ქმნილებას მისი დადგენილი წესისა და თანამიმდევრობის მიხედვით როგორ გვისახავს. თავდაპირველად ის გვაჩვენა, თუ თავის ბრძანებით როგორ აღძრა მან მიწა ნაყოფის აღმოსაცენებლად. შემდეგ ორი მნათობის შექმნაზე მიგვანიშნა და იმ ვარსკვლავთა მრავალფეროვნებაზეც მოგვითხრო, რომელთაც ზეცა ბრწყინვალედ მშვენიერი გახადეს. დღეს უკვე წყალზე გადაედივართ და დაგანახებთ, რომ მისგან სიტყვითა და ბრძანებით სულდგმული ცხოველები წარმოიშვნენ. გამოიყვანოს წყალმა მცურავი ცხოვლების სულდგმულნი მიწის ზემოთ კი ზეცაში ფრინველებმა იფრინოს. მითხარ, განა რა გონებას შეუძლია ამ სასწაულის შემეცნება? რომელი ენა შეძლებს მის ღირსეულ ქებას? მხოლოდ თქვა, აღმოაცენოს მიწამ და მაშინათვე ნაყოფიერებისათვის განაწყო იგი. ახლა კი ამბობს, გამოიყვანოს წყალშაა. ხედავ, როგორ თანხმდებიან ერთმანეთთან მისი ბრძანებები. იქ ამბობს, აღმოაცენოს მიწამ. აქ კი გამოიყვანოს წყალმა მცურავი ცხოვლების სულდგმულნი. როგორც მიწის შესახებ თქვა მხოლოდ, აღმოაცენოს მიწამ. და მაშინათვე ყვავილების, ბალახისა და თესლის დიდი სიმრავლე მხოლოდ ერთი სიტყვით აღმოცენდა. ასევე აქაც თქვა, გამოიყვანოს წყალმა მცურავი ცხოვლების სულდგმულნი. მიწის ზემოთ კი ზეცაში ფრინველებმა იფრინოს და მეყსეულად იმდენი ქვემძრომი და ცაში მფრენი ფრინველი გაჩნდა, რომ მათ ჩამოთვლას ენა ვერ აუვიდოდა. სიტყვა მოკლეა, ნათქვამი მხოლოდ ერთი, ცხოველთა სახეობა კი მრავალგვარი და მრავალფეროვანი. მაგრამ ნუ გიკვირს, საყვარელო ეს ღვთის სიტყვამ კი არსებობა მიანიჭა ყოველივეს არსებულს. ხედავ, როგორ მოჰყავს მას ყველაფერი არ ყოფნიდან ყოფიერებაში. ხედავ, უფლის დამდაბლებას ვიდრე ჩვენს მოდგმამდე? საიდან გავიგებდით ყოველივეს ასე დაწვრილებით მას, რომ უდიდესი და გამოუთქმელი კაცთმოყვარებით კეთილად არ ენება წინასწარმეტყველის ბაგით განესწავლა. კაცთა მოდგმა, რათა ჩვენ ემნილებათა რიგიც გცოდნოდა და ძალად შემოქმედისა. აგრეთვე ისიც, როგორ იქცა მისი სიტყვა საქმედ და მისმა ბრძანებამ, როგორ მისცა ქმნილებას შედგენილობა და წარმოშობის საშუალება მიუთითა. მაგრამ არსებობენ ისეთი უმადურები, ვინც ასეთი განსწავლის შემდეგაც კი ბედავენ, არ სწამდეთ და არც კი უშვებენ, რომ არსებობს სამყაროს შემოქმედი. ზოგი მათგანი ამტკიცებს, რომ ყველაფერი თავისთავად მოხდა, ზოგი კი რომ ყოველივე მზა მასალისაგან შეიქმნა. ხედავ, როგორ სტუნდებიან ეშმაკისაგან, როგორ იყენებს ის ცდომილების ტყვეთა ადულმორწმუნეობას. სწორედ ამიტომაა, რომ სულიწმიდისაგან ნაწინამძღვრევი ნეტარი მოსე, ასე დაწვრილებით გვასწავლის ყველაფერს. რათა ჩვენც ამ ხალხივით არ შევცდეთ და ყოველივე შენივთებულის შექმნის თანმიმდევრობა და საშუალება ზუსტად ვიცოდეთ. უფალს რომ ჩვენს ხონებაზე არ ეზრუნა და წინასწარმეტყველის ენით არ ეწინამძღვრა ჩვენთვის,
მაშინ იმის თქმაც იკმარებდა, რომ ღმერთმა შექმნა ცა, მიწა, ზღვა და ცხოველები და არც დღეთა თანამიმდევრობას გვაჩვენებდა და არც იმას თუ რომელი შეიქმნა თავდაპირველად და რომელი შემდგომ. მაგრამ იმისათვის, რომ უმადურებს თავის მართლების აღარანაირი საშუალება აღარ დარჩეთ, მოსე ასე აშკარად გაარჩევს შექმნის თანმიმდევრობას, დღეთა რიცხვს და დიდი შემწყნარებლობით გვასწავლის ყველაფერი, რათა ჩვენ ჭეშმარიტებას სრულად რომ შევიტყობთ, ყურს აღარ ვუგდებდეთ მათ სრულ სწავლებას, ვინც ყველაფერზე საკუთარი დასკვნების მიხედვით მსჯელობს, არამედ შევძლოთ რომ ჩვენი შემოქმედის გამოუთქმელ ძალას მივწვდეთ. და ნათქვამია იყო ასე, თქვა: გამოიყვანოს წყალმა მცურავი ცხოველების სულდგმულნი. მიწის ზემოთ კი, ზეცაში, ფრინველებმა იფრინოს და დაემორჩილა სტიქია და ბრძანება შესრულდა. შექმნა ღმერთმა ვეშაპები და მცურავი ცხოველის ყველა სახეობა, თავთავისი სახეობის მიხედვით და ყველა ფრთოსანი თავისი სახეობის მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. ღმერთმა ისინი აკურთხა სიტყვებით: აღორძინდით და გამრავლდით, აავსეთ ზღვები. ფრინველები გამრავლდნენ მიწაზე. შეხედეთ აქაც რაგვარია სიბრძნე სულისა. როდესაც ზოგადად თქვა და გიასწავლა, შემდეგ ნეტარი მოსე დაწვრილებით ლაპარაკობს და განაგრძობს. შექმნა ღმერთმა ვეშაპები და მცურავი ცხოველის ყველა სახეობა, თავთავისი სახეობის მიხედვით და ყველა ფრთოსანი თავისი სახეობის მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. ამით ერთხელ ალაგმავს მათ კადნიერებას, ყველაფერზე დაუფიქრებლად რომ მსჯელობენ. ვინმემ რომ არ იფიქროს, რისთვისაა შექმნილი ვეშაპები. რაში გვჭირდებიან? რაგვარგო მათმა შექმნამ. მოსემ ნათქვამი შექმნა ღმერთმა ვეშაპები და მცურავი ცხოველის ყველა სახეობა თავთავისი სახეობის მიხედვით და ყველა ფრთოსანი თავისი სახეობის მიხედვით. მაშინათვე დაურთა დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. ნუ გაბედავ ღვთისმშობლების შეურაცხყოფას მხოლოდ იმის გამო, რომ შენ არ იცი მისი შექმნის მიზანი. ხო გაიგონე, როგორ განსაჯა უფალმა და თქვა, რომ ეს კარგია? რა უგუნურებაა, უარყოფა და თქმა იმისა, ეს რისთვისაო და ამ ქმნილებათა როგორც ურგებთა დაბადების შეურაცხყოფა. თუ კეთილგონიერებას გამოიჩენ, იმასაც შეძლებ, რომ უფლის ძლიერება და გამოუთქმელი კაცთმოყვარება ამ ქმნილებათა შექმნიდანაც შეიტყო. ძლიერება იმით გამოვლინდა, რომ მან სიტყვითა და ბრძანებით ასეთი ცხოველები შექმნა, ხოლო კაცთმოყვარება იმით, რომ შექმნის შემდეგ მათ ადგილი ზღვაში განუკუთვნა, რომ კაცისთვის არ აევნოთ რა. წყალში ეცხოვრათ და თავიანთი არსებობით ეუწყებინათ შემოქმედის უდიდესი ძლიერება, არაფერი დაეშავებინათ ადამიანთა მოდგმისთვის. ნუ თუ უმნიშვნელო. სიკეთედ მიიჩნევ იმას, რაც ორმაგად გარგებს? ისინი კეთილმოფიქრალებს ღვთის შემეცნებისკენ მიუძღვებიან და განაწყობენ მისი კაცთმოყვარების სადიდებლად. რამდენადაც მან კაცთა მოდგმა მათი მხრიდან ყოველგვარი ზიანისაგან დაიცვა. ყველაფერი ხომ მხოლოდ ჩვენი მოხმარებისთვის არ არის შექმნილი, არამედ ღეთის უდიდესი სიუხვიდან გამომდინარე, ზოგი რამ ჩვენს მოსახმარად შეიქმნა, ზოგი კი იმისთვის, რომ განადიდეს მათი შემქმნელის ძლიერება. ასე რომ, როდესაც გესმის, დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. წმინდა წერილს ნუ შეეწინააღმდეგები ამაოდ და ზედმეტად ნუ იკითხავ და ნუ იტყვი. ეს და ეს რისთვისაა შექმნილიო. აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: აღორძინდით და გამრავლდით, აავსეთ ზღვები. ფრინველები გამრავლდნენ მიწაზე. კურთხევა ამ ცხოველთა გამრავლებას გულისხმობს. რამდენადაც სულიერი ქმნილებები გააჩინა და შემქმნელს მათი არსებობის გაგრძელება სურდა, მოსემ დაურთა. აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: აღორძინდით და გამრავლდით. და ღვთის ეს სიტყვები დღემდე იცავს მათ. ამდენი ხანი გავიდა და არც ერთი სახეობა არ შემცირებულა. ღვთის კურთხევა და ეს სიტყვები: აღორძინდით და გამრავლდით. კვლავ და კვლავ არსებობის გაგრძელების უნარს ანიჭებდა მათ. და იყო საღამო, ნათქვამია და იყო დილა, მეხუთე დღე. ხედავ, როგორ გადმოგცა წმინდა წერილმა თუ რა შეიქმნა მეხუთე დღეს. თუმცა შეიცადე და კვლავაც ნახავ ღვთის კაცთმოყვარებას. მან არამხოლოდ წყალი აღძრა მისგან ცხოველთა გამოსაყვანად, არამედ ბრძანა, რომ მიწიდანაც გამოსულიყვნენ სულდგმული ცხოველები. რა შეიქმნა მეექვსე დღეს? უადგილო არ იქნება დღეს თუ მცირედ შევეხებით იმასაც თუ რა შეიქმნა მეექვსე დღეს. თქვა ღმერთმა გამოიღოს მიწამ სულდგმული თავისი სახეობის მიხედვით. 4 ფეხი პირუტყვი, მიწაზე მცოცავი და მიწაზე მავალი მხეცები თავიანთი სახეობებით და მოხდა ასე. ხედავ, საღვთო ბრძანებას დამორჩილებული მიწაც. როგორ იძლევა ორმაგ ნაყოფს. აქამდე მან მცენარეები გამოიღო. ახლა კი 4 ფეხი პირუტყვი, ქვემძრომი და მიწაზე მავალი მხეცები. აი ახლაც ისე აღმოჩნდა, რასაც ადრე გეუბნებოდით, რომ ღმერთმა ეს ყოველივე მხოლოდ ჩვენი მოხმარებისთვის კი არ შექმნა, არამედ იმისთვისაც, რომ ქმნილებათა უდიდესი სიმდიდრის მნახველებს განგვედიდებინა სახელი შემოქმედისა და მივხვდარიყავით, რომ ყოველივე ეს სიბრძნითა და გამოუთქმელი სიუხვით შეიქმნა ადამიანისთვის, ვისი დაბადებაც წინა განსაზღვრული იყო. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავისი სახეობების მიხედვით, საქონელი თავისი სახეობების მიხედვით და ქვემძრომი თავისი სახეობების მიხედვით. ცხოველთა შექმნის მიზანი. სად არის ახლა ის, ვინც იმის თქმას ბედავს, რისთვისაა მხეცი და რისთვისაა ქვემძრომიო? დაე, მათ საღვთო წერილის სიტყვები გაიგონონ. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო, მითხარ. თვით შემოქმედისთვისაა სასურველი ქმნილება და შენ კი მას შეურაცხყოფ? რა უგუნურებაა,
რაც შეეხება თესლსა და მცენარეულობას. განა მიწა მხოლოდ ნაყოფიერი ხეები აღმოაცენა და უნაყოფო არა? მხოლოდ ჩვენთვის სრულიად უსარგებლო ბალახი კი არ მოგცა, არამედ ზოგი მათგანი მავნეც. თუმცა ვერვინ გაბედავს ეს ქმნილებები დაგმოს, რადგანაც ამოად და უმიზნოდ არაფერი შექმნილა. შემოქმედის ქებას ვერც დაიმსახურებდა, კეთილად მოსახმარად რომ არ შექმნილიყო ისინი. ისევე როგორც ხეთა შორის ყველა არ იძლევა ნაყოფს, როგორც მათი უმრავლესობა უნაყოფოა და თანაც ეს უნაყოფონი არანაკლებ სიკეთეს გვანიჭებენ, რადგანაც ჩვენ სიმშვიდეს კეთილად მოქმედებენ, რადგანაც მათგან ჩვენ სახლებს ვაშენებთ და სხვა სასარგებლო ნივთებს ვამზადებთ, რაც ასე საჭიროა ჩვენი სიმშვიდისათვის. მართლაც არაფერია უმიზნოდ შექმნილი, თუმცა ადამიანურ ბუნებას არ შეუძლია დანამდვილებით ჩაწვდეს ყველა ნივთის მიზანს. ასე რომ ცხოველთაგან ზოგიერთი საკვებად არის ვარგისი, ნაწილი კი სამუშაოსთვის. მხეცები და ქვეწარმავლებიც არანაკლებად გვარგებენ ჩვენ. და თუ კი ვინმე მოინდომებს, რომ კეთილსინდისიერად შეხედოს საქმეს, ნახავს, რომ ახლაც, როდესაც პირველი კაცის ურჩობა მათზე ძალაუფლება დაგვაკარგინა, მაინც დიდად ვსარგებლობთ მათგან. მაგალითად, ექიმები მათგან ამზადებენ არაერთ წამალს, ჩვენს ხორციელ სიმართლეს რომ ადგება. მეორე მხრივ, რას გვავნებდნენ მხეცები, როდესაც ისინი უშფოთველი პირუტყვის მსგავსად უნდა დამორჩილებოდნენ ნებას კაცისას, სულ მალე რომ უნდა შექმნილიყო. ამ ჯერზე ეს ვიკმაროთ, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენი მოდგმისადმი გამოვლენილი სამყაროს მეუფის უზომო სიყვარული გაიგო, იფიქრე ამაზე. მას შემდეგ, რაც გადაჭიმა ცა, განავრცო მინა, შექმნა მყარი, რომელიც თავისთავად სახეობათა გამყოფი კედელივით შეიქმნა. შემდეგ უბძანა წყლებს, შეგროვილიყვნენ და მათ ზღვები უწოდა. ხმელს კი მიწა, რომელიც შემდეგ მცენარეებითა და ბალახით შეამკო. შემდეგ ორი დიდი მნათობისა და მრავალრიცხოვან ვარსკვლავთა შექმნაზე გადავიდა, რომლითაც ზეცა შეამკო, ხოლო წყლიდან სულდგმული ცხოველებისა და დედამიწაზე. ცის მყარზე მიმომფრენი ფრინველის გამოყვანის შემდეგ, კვლავ მეხუთე დღეს, საჭირო იყო ხმელეთის ცხოველთა შექმნა, ამათი გამოყიანაც ბრძანა, როგორც საკვებად მოსახმარის, ასევე შრომაში გამოსადეგის, მხეცთა და ქვემძრომთა მსგავსად. და ბოლოს, როდესაც ყველაფერი მოაწყო და ყოველივე შესაფერისი წესრიგითა და სილამაზით განანესა. როდესაც ყველაფერი ყოველგვარი ხორაგეული გამზადდა დიდებული ნადიმისათვის და ყოველივეში სიუხვე და სიმდიდრე გამოვლინდა. როდესაც სამეფო პალატი მაღლიდან დაბლამდე ბრწყინვალედ შეიმკო. სწორედ მაშინ, ბოლოს და ბოლოს, ქმნის მასაც, ვინც ყოველივე ამით უნდა დატკბეს, ვისაც ყოველგვარ ხილულზე გააბატონები. ღმერთი ამით აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია იგი, ვინც შეიქმნება და ვის ნებასაც უფლის განგებულებით ყველა ქმნილება დაემორჩილება. უკვე თქმულს დავჯერდეთ, ხოლო საუბარი ამ საკვირველი, გონიერი და განცხოველებული ცოცხალის ანუ ადამიანის შესახებ მომდევნო დღისთვის გადაედოთ. თუმცა ამჯერად ჩეულ სწავლებას შემოგთავაზებთ, რათა უკვე ნათქვამი გონებაში შეინახოთ და ყოველივე ხილულმა უფლის სადიდებლად განგაწყოთ. და ყოველივე რისი შექმნის მიზნის მინედომაც და გაგებაც ჩვენს შესაძლებლობებს ცდება და ეგვექცეს არა ურწმუნოების მიზეზად, არამედ ღვთის სადიდებლად განგვაწყოს. როდესაც შენი აზროვნება უძლური აღმოჩნდება და გონება წვდომას ვერ შეძლებს, სწორედ მაშინ უნდა დაასკვნა შენი ღმერთის შესახებ. მისი ძლიერება ისეთია, რომ დანამდვილებით მისგან შექმნილის მიზანსაც კი ვერ ეწვდებით. ეს კეთილმზრახველი გონების მქონე ფხიზელი სულისთვისაა დამახასიათებელი. წარმართებს ხომ გზა, ასე სწორედ იმის გამო აერიათ, რომ ყველაფერში საკუთარ განსჯას ეყრდნობოდნენ და თავისივე ბუნების უძლურება მხედველობიდან რჩებოდათ. თავის თავს უმაღლესი საზომით უდგებოდნენ და ყოველგვარ საზღვარს გადადიოდანენ. ამიტომაც დაკარგეს მათთვის განკუთვნილი პატივი. ისინი, ვინც გონებით დაჯილდოვდნენ, შემოქმედისაგან პირველობის პატივი ერგოთ და ყველა ქმნილებაზე აღმატებულად გამოჩნდნენ, სწორედ ესენი ისეთ უკიდურეს უგუნურებამდე დავიდნენ, რომ ძაღლების, მაიმუნების, ნიანგებისა და სხვა უდაბლესი ქმნილებების თაყვანისცემა იწყეს. ან და რას ვამბობ უგუნურ ცხოველებზე? ამ ადამიანთა უმრავლესობა ისეთ სისულელემდე და სიშლეგემდეა მისული, რომ პატივს მიაგებს ნიორს და სხვა ამდაგვარ ნივთებს. სწორედ ასეთ ადამიანებზე ამბობს წინასწარმეტყველი. ხვაძვი და იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. გონებითა და ესოდენის სიბრძნით დაჯილდოებული ამბობს იგი პირუტყვთა მაგვარი, ან და მათზე უარესი გახდა. პირუტყვები როგორც უგუნური არსებები არ დაისჯებიან. ხოლო ისინი, ვისაც გონება მიეცა თუ პირუტყვის მსგავს უგუნურებამდე დამდაბლდებიან, რაკიღა პატივი არც ესესოდენ ქველმოქმედებას მკაცრად დაისჯებიან. სწორედ აქედან გამომდინარე უწოდეს წარმართებმა ღმერთები ქვებსა და ხეებს და ღვთაებებად აღიარეს ეს ხილული სტიქიები. ერთხელ გზას ამცდარნი ისინი მორევისაკენ მიდიან და ცოდვის უბსკრულში დაინთქმიან. მაგრამ ჩვენ ყოველივე ამის შემდეგაც, ნუ გადავიწურავთ მათ ცხონების იმედს, არამედ გავაკეთოთ ყველაფერი რაც შეგვიძლია. მთელი მოშურნეობითა და მოთმინებით ველაპარაკოთ, მათი ცდომილების უგუნურებაც განუმარტოთ და მისგან გამომდინარე მავნებლობაც ოღონდაც ნურასოდეს დავკარგავთ. მათი გადარჩენის იმედს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი თანდათანობით დარწმუნდებიან. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ისე ვიცხოვრებთ, რომ არანაირად არ დავაბრკოლებთ მათ, როდესაც მათი უმრავლესობა ხედავს, რომ ბევრი ჩვენგანი ქრისტიანის სახელს რომ ატარებს, სხვათა ურწმუნოთა მსგავსად სხვისას იტაცებს, მრუშობს, შურით იბოღმება,
ბოროტებას გეგმავს, მახეებს აგებს, გაძღომა და მხიარულება უყვარს და ყველაფერ დანარჩენსაც აკეთებს, უკვე ჩვენ სიტყვიერ დარიგებას აღარ ისმენს. ფიქრობენ, რომ ჩვენი სწავლება სიცრუეა და რომ ყველა ერთნაირად დამნაშავეა. იფიქრე, რა სასჯელი ერგებათ ასეთ ქრისტიანებს, როდესაც მარტო თავისთვის კი არ ამზადებენ ჩაუქრობელ ცეცხლს, არამედ სხვებსაც ცდომილებაში გაჯიუტების და დარიგებების მიმართ ყურის დახშობის მიზეზს აძლევენ და ამის გარდა სათნოებებით მცხოვრებლებსაც ალანძღვინებენ. და რა არის ყველაზე უარესი? ის, რომ მათ გამო უფალი იგმობა. ხედავ, რამდენი ბოროტება მოაქვს ცოდვას. ხედავ, რომ უწმინდურად მცხოვრებნი საკუთარ თავს უმნიშვნელო კი არა, უმძიმეს სასჯელს უმზადებენ და ამიტომ ისინი ყველაფრისთვის აგებენ პასუხს. ხოლო საკუთარი დაღუპვისთვის კი არა, არამედ გზასაცდენილთა შეცდენისათვის, სათნოებებით მცხოვრებთა შეურაცხყოფისათვის და ღვთისგმობისათვის. ამ ყოველივეზე ვიფიქროთ, ჩვენს ხონებას დაუდევრად ნუ მოვეკიდებით, გულმოდგინეთ ვიზრუნოთ ღვთისათნო ცხოვრებაზე და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ან სამაგალითო დავისჯებით, ან მის წყალობას ვეღირსებით. ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავადაც სუფთა სინდისით ვიცხოვროთ და ისინიც, ვინც ცდომილებისკენ გადაუხვია, ჩვენი ღვთისათნო ცხოვრებით მივიყვანოთ ჭეშმარიტებამდე, რათა ჩვენით ერთმორწმუნეებით შეაქონ კეთილად. პირველ რიგში კი გამდიდდეს ჩვენი უფალი და მეტად იზრუნოს ჩვენზე. როდესაც ჩვენი მაცქერალი ხალხი ჩვენგან სწავლობს და გვაქებს, ამით თავადაც დიდ მადლს მივიღებთ. მართლაც ვინ იქნება იმ ადამიანზე ნეტარი, ვინც ისე ცხოვრობს, რომ ნახველს აკვირვებს და ათქმევინებს. დიდება შენ და ღმერთო, ეს როგორები არიან ქრისტიანები? რა სიბრძნეს ავლენენ? როგორ არაფრად უღირთ ამჟამინდელი? როგორ ყველაფერს აჩრდილად და სიზმრად თვლიან და არაფერს ხილულს არ ეჯაჭვებიან? არამედ ყველაფერს ისე აკეთებენ, თითქოს უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ და ყოველ წუთს აქედან გადასახლებას ელოდნენ. ერთი მითხარ, რამხელა ჯილდოს მიზეზად ექცევა ეს სიტყვები მათ, ვინც ჯერ კიდევ აქ ამგვარად ცხოვრობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საკვირველი კი ისაა, რომ ამის მთქმელნი ძალიან მალე ცდომილებას დატოვებენ და ჭეშმარიტებისაკენ მოექცევიან. და თუ როგორ კადნიერებას მოუპოვებს ამ ადამიანებს, ეს მომავალ ცხოვრებაში ყველამ კარგად იცის. ამგვარად, რა კიღა ვიცით, რომ საკუთარი და მოყვასის გადარჩენაზე მოგვიწევს პასუხისგება, ჩვენი ცხოვრება ისე მოვაწყოთ, რომ არა მხოლოდ ჩვენ ვცხონდეთ მისით, არამედ სხვებისთვისაც მაგალითად ვაქციოთ, რათა ღვთის უდიდესი მადლი მოვიპოვოთ აქაც და მარადიულ ცხოვრებაშიც უხვად დავტკბეთ მისი წყალობით, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდ შობილისა ძისა მისისათა, რომლისა არს, მამისა და სულისა წმინდისა თანა, დიდება პატივი და უფლება, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.